ჩოჯუ გიგას გრაგნილების ანთროპომორფული ცხოველებიდან დაწყებული მე-20 საუკუნის დასაწყისის მანგითა და პირველი ფილმით კაცურო შაშინით 1911 წელს ანიმე ჩვენი კოლექტიური ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა. დღესაც ეს კვლავ მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი განხილვის თემაა, მაგრამ არსებობს ერთი მანგა სერია, რომელიც მათ ყველას აერთიანებს. One Piece. ნომერი 10. One Piece ფართოდ ითვლება თხრობის შედევრად და 2024 წელს მანგა დასახელდა ყველა დროის ყველაზე გაბედვად კომიქსად. One Piece-ის შეჯამება რთული ამოცანაა. 1000-ზე მეტი თავის გამო მოკლე შეჯამება თითქმის შეუძლებელია. ისტორია ვითარდება მეკობრეობის ოქროს ხანაში, გოლდი როჯერის სიკვდილით დასჯის შემდეგ, რომელმაც აღმოაჩინა კაცობრიობისთვის ცნობილი უდიდესი განძი, One Piece, არტეფაქტი, რომელიც ხდება სიუჟეტის ცენტრი მას შემდეგ, რაც როჯერმა მსოფლიოს უბრძანა ეპოვათ მისი უდიდესი განძი. სიუჟეტის ცენტრში, რომლის დასაწყისიც პატარა სოფელშია, არის Monkey D. Luffy, ჩვეულებრივი ბიჭი, რომელმაც შეჭამა ეშმაკის ხილი, რომელსაც შეუძლია მომხმარებელს ჯადოსნური ძალები მიანიჭოს. ლუფის შემთხვევაში ეს იყო რეზინის ხილი, რომელიც საშუალებას აძლევს მას გაიწელოს როგორც რეზინი. ეს პერსონაჟი აღმერთებდა მეკობრე ციტელთმიან შანკს, რომელმაც იგი ზღვის კველისგან გადაარჩინა და ამ პროცესში ხელი დაკარგა. სანამ შანქსი ლუფის დატოვებდა, მან მას ჩალის ქუდი აჩუქა, პერსონაჟის ყველაზე ძვირფასი ნივთი, რომელიც მისი მეკობრეების ბანდის სახელის შთაგონებად იქცა. გარდა მისი უნიკალური რეზინის სხეულის შესაძლებლობებისა, ლუფი სხვებისგან ის გამოარჩევს, რომ ის ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც იყენებს გეარის მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ფორმებს. გეარები მისი ძალის სპეციფიკური გამოყენებებია, რომლებიც საშუალებას აძლევს მას მართოს საკუთარი ანატომიის სხვადასხვა ასპექტი, მაგალითად, სისხლის ნაგადის, ცულების გაბერვისა და კუნთების შეკვრის პროცესი. გეარის მეორე ფორმაში ლუფი იყენებს თავის უნარს, რომ მეტი სისხლი გადაკაჩოს ფეხებში, რაც საშუალებას აძლევს მას გაზარდოს სიჩქარე და ძალა. გეარის მესამე ფორმაში, როდესაც ლუფი იქბენს თავის წერას, მისი ძვლები იბერება, რაც უზარმაზარ კიდურებს ქმნის, რომლებსაც სერიოზული დაზიანების მიღება შეუძლიათ. გეარის მეოთხე ფორმაში, ლუფი შეუძლია გააბეროს თავისი კუნთები, როგორც თავდაცვისთვის, ასევე შეტევისთვის. ლუფიმ მეორე გეარი გააქტიურა მანგის 388 თავში ბრძოლაში CP9-ის აგენტ ბლუენოსთან ენის ლობის არკისტროს. ამ მომენტიდან დომინოს ეფექტი დაიწყებდა განვითარებას. ანიმე სერიის ეპიზოდის შემდეგ ინტერნეტი გაგიჟდა და ლუფის იმის ყურებით, როგორ იგლოდა საკუთარ შესაძლებლობებს მოიხიბლა. შემდეგი მომენტი მოვიდა ეპიზოდში 288, რომელიც მანგის 403 თავია. ამ ეპიზოდში ლუფიმ გამოიყენა Gear 3, რათა გააბერა თავისი ძვლები, კერძოდ კი მუშტის ზომა, რაც მას საშუალებას აძლევდა გაეტეხა ძლიერი ფოლადის კარი. ამ მომენტის რეაქციის ვიდეოებმა სწრაფად მოიცვა სოციალური მედია. ანიმე ფანები და ინფლუენსერები იწერდნენ თავიანთ რეაქციებს ამ ამაღელვებელ მომენტზე. მაგრამ ამით სერიის გამო შოკირებული გამომეტყველებები არ დასრულებულა. მანგის 784 თავში და ტელესერიალის 726 ეპიზოდში ლუფი აქტიურებს Gear 4-ს თავისი ბრძოლის დროს დაფლამინგოსთან. ის აგდებს ძლიერ დარტყმებს, როდესაც მუშტს მკლავში უკან სწევს და შემდეგ დიდი ძალით უშვებს. then ისევ ინტერნეტი აფეთქდა. სუბრედიტები, რომლებიც მიძღვნილი იყო One Piece-ისთვის, აღტაცებით დუხდა და მალე გაჩნდა შემდეგი კითხვა. მოახერხებს თუ არა ლუფი ოდესმე გეარ 5-ის მიღწევას? ამ პროგრესებს შორის დროის ინტერვალი ასობით ეპიზოდს შეადგენდა. ვინ იცოდა, როდის გამოჩნდებოდა Gear 5, მაგრამ Gear 5 საბოლოო დონე არის ეშმაკის ხილის გაღვიძებული ფორმა, ლუფის ძალის პიკი. ეს მოვლენა უდავოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ მაყურებლებს ლოდინი მოუწევდათ. ამ დროის განმავლობაში ლუფის Gear 5-მდე მიღწევა მხოლოდ თეორია იყო. ეს იყო 1061 სერია, როდესაც ლუფი იძულებული გახდა, რომ შეხვედროდა მხეცების გაიდოს რისხვას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არსება იყო და ადრე 4 იმპერატორიდან ერთ-ერთი. ფენები ამ სერიაში ერთზე მეტი გზით შოკში ჩავარდნენ. ტრადიციულად მთავარი პერსონაჟები არ იღუპებიან, მაგრამ სწორედ ვანოს ქვეყნის არკაში მოხდა ზუსტად ეს. ლუფისა და კაიდოს ბრძოლაში ბოროტმოქმედმა უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ დაამარცხა საყვარელი პერსონაჟი. მაყურებლები დაძაბულები უყურებდნენ, როცა ლუფის გული გაჩერდა. მისი ხმა ჩურჩულამდე დასუსტა და შემდეგ სიჩუმემ დაისადგურა. მაგრამ სწორედ მაშინ დაიწყო გომუ ნომის გაღვიძება. თეთრმა ნათელმა შუქმა მისი სხეული მოიცვა, გაათეთრა, სხეული მოუღუნა, გააცოცხლა და გადააქცია თავისუფლების მებრძოლად. Gear 5-მა დაარღვია ტრადიციული შონენის ტროპები უპრეცედენტო მულტფილმის ფიზიკით, რომელიც სრულად შეესაბამებოდა ლუფის ხასიათს და სრული თავისუფლების თემას.
გიარ ხუთმა პერსონაჟს მისცა შესაძლებლობა ებრძოლოს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. მან გამოიყენა მულტფილმური შესაძლებლობები, მაგალითად შეუძლებელი ფორმებით ამრუდება თავის ხელს და გარშემო არსებულ საგნებს რეზინად აქცევდა. ამ პროგრესმა მისცა ლუფის შესაძლებლობა, რომ ძლიერ მტრებს სათამაშოებად აღექვა, ხოლო მისი შესაძლებლობები ფიქს მიაღწია 1066 ეპიზოდში, როდესაც მან კიდევ ერთხელ იბრძოლა თავის წინამოწინააღმდეგესთან. ახალი გაღვიძებული ძალის გამოყენებით, ლუფი ძლიერ დარტყმას აყენებს და კაიდოს პირდაპირ მაგმის კამერაში აგდებს, რითაც ასრულებს მის მმართველობას. ამ მომენტმა ლუფი უბრალო აუტსაიდერიდან გადააქცია უძლიერეს ფიგურად, რომელსაც შეუძლია ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეებს შეებრძოლოს და მარტივად გაიმარჯვოს. ნომერი 9. ხუთი უხუცესი პირველად ჩნდება მანგის 233 თავში სერიის 151 ეპიზოდში და ისინი არიან მთავარი ანტაგონისტები ექედი სარკაში. მაგრამ მათი პირდაპირი და არაპირდაპირი ქმედებებისა და სიუჟეტში ღრმა ჩართულობის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი მთელი One Piece-ის სერიის მთავარი ანტაგონისტები არიან. ორდენს ქმნიან წმინდა მარკუს მარსი, გარემოს მებრძოლი ღმერთი, წმინდა ტოპმან მერკური, სამართლიანობის ომის ღმერთი, წმინდა ეთამბარონ ნოსტურო, ფინანსების მებრძოლი ღმერთი, წმინდა შეპარდ ჯაპეტერი, სოფლის მეურნეობის მებრძოლი ღმერთი და წმინდა ფიგურლენდ გარლინგი, მეცნიერებისა და თავდაცვის მებრძოლი ღმერთი. ხუთი უხუცესი, რომლებიც მაყურებელს შეიძლება უბრალო პოლიტიკოსებად მიეჩინა, მაგრამ როგორი სერიოზული შეცდომა აღმოჩნდებოდა ეს. მაყურებლებმა გაიგეს, რომ მათი ტრანსფორმაციის უნარები დემონურ კონტრაქტს უკავშირდება და არა ჩვეულებრივ ეშმაკის ხილის გაღვიძებას. მათ აქვთ ტელეპათიური უნარები და შეუძლიათ გარდაისახონ მითიურ ურჩხულებად, მათ შორის გიგანტურ ქვიშის ჭიებად და ჩონჩხ-ცხენებად. ეს კოლექტიური არსება, რომელმაც შოკი და საშინელება მოუტანა მთელ ანიმეს საზოგადოებას, როცა გაირკვა, რომ მათი საქმეები შესაძლოა კიდევ უფრო ბნელია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ეს მომენტი დადგა 908 თავში, 889 ეპიზოდში Level-ის არქის დროს. ამ არქის განმავლობაში ჩალის ქუდების მეკობრეები უპირისპირდებიან Big Mom-ის მეკობრეებს, ხოლო ლუფის ჯგუფი მიემართება ვანოს ქვეყანაში. მეორე მხრივ, რევოლუციური არმია ამზადებს თავის შემდეგ ნაბიჯს, მაშინ როცა სამეფო ოჯახები მთელი მსოფლიოდან იწყებენ შეკრებას Level-ის კონფერენციაზე. ჯერ არავინ იცოდა ეს, მაგრამ სწორედ ამ სერიის ნაწილში გაირკვევა სიმართლე იმის შესახებ, თუ ვინ მართავს ყველაფერს კულისებიდან. და ეს არ არის კოლექტიური მთავრობა, როგორც მაყურებლებს ეგონათ, არამედ ერთი კონკრეტული სუბიექტი. კობრას, დოლდოს და ფუჯიტორას შორის შეხვედრის შემდეგ, ყველა სამეფო ოჯახის წარმომადგენელი მაგიდასთან შეიკრიბა და დაიწყო ეს ლეველის კონფერენცია. ხუთმა უხუცესმა კობრასთან შეხვედრაზე ისაუბრა და დაჟინებით განაცხადეს, რომ მზარდი ქაოსი დიდ წმენდას საჭიროებდა. იქიდან ისინი გაემართნენ ცარიელი ტახტისკენ, რომელიც პენჯიას სასახლეში მდებარეობს. ცარიელი ტახტი სიმბოლურად მიუთითებს ერთი მსოფლიო მმართველის არ ოფნაზე, რაც უზრუნველყოფს ერებს შორის თანასწორობას. მხოლოდ ეს თვისება დიდი ხნის განმავლობაში იყო ტყუილი, რომელიც მაყურებლებს არწმუნებდა, რომ ასე იყო. ეხლა ცარიელ ტახტზე ზის იდუმალი ფიგურა, რომელიც კიდევ უფრო იდუმალია, ვიდრე თავად უხუცესები. ის არის წმინდა ნარონა ემუ. სწორედ ამ მომენტში დაიწყო მაყურებლებისა და გულშემატკივრების მიერ დიდი ხნის განმავლობაში შექმნილი ნარატივების დაშლა. ემუს ტახტზე ყოფნა მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა. ის მთელი ამ დროის განმავლობაში მართავდა ყველაფერს გულისებიდან. ამ კონცეფციის გამყარება და უხუცესების ნამდვილი სახის გამომჟავნება, თუ ვინ იყვნენ ისინი და ვის წარმოადგენდნენ, მათი ერთობლივი მუხლის მოყრა იყო მსოფლიოს მეფის წინაშე. შემოქმედის წინაშე მუხლის მოკრისას ხუთმა უხუცესმა სთხოვა გაეგოთ ის სახელი, რომელსაც მან უწოდა იმ სინათლეს, რომელიც უნდა გაეკრო ამ სამყაროდან. თუმცა სინათლის იდენტიფიცირება მხოლოდ ვარაუდის დონეზეა შესაძლებელი, რადგან ბევრი მაყურებელი ფიქრობს, რომ გაწმენდის სამიზნე ნეფერტარი ვივი იყო, რომლის ოჯახიც მსოფლიო მთავრობას აუჯანკდა. მაგრამ იატაკზე მიმოფანტული იყო სხვა სამიზნეების გამოსახულებები, მათ შორის ლუფის, ბლეკბერდის და მახვილგარჯობილი პრინცესა შიროჰოშის. ამ მომენტმა გაამყარა იდეა, რომ მსოფლიო ერთმა არსებამ მართა, არსებამ, რომლის შესახებაც საზოგადოებას არ ჰქონდა, ან ძალიან შეზღუდული ინფორმაცია. ეპიზოდმა გამოიწვია სპეკულაციების ცუნამი ემუს ვინაობასთან, მის ძალასთან და მის როლთან დაკავშირებით სიცარიელის საუკუნეში. ეპოქა, რომელსაც არ აქვს არქეოლოგიური ჩანაწერები და მიიჩნევა იმ პერიოდად, როდესაც მსოფლიოს მთავრობამ ჩაიდინა ყველაზე მძიმე დანაშაული და შემდეგ ეს ყველაფერი ხუთმა უხუცესმა დაფარა. ნომერი 8. წითელთმიანი შანქსი, ლუფის კერბი, არის წითელი თმის მეკობრეების ლიდერი და ახალი სამყაროს 4 იმპერატორიდან ერთ-ერთია. შანქსი ლუფის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურა, მას შემდეგ რაც 12 წლის წინ ის გადაარჩინა. მან შტაგონა ლუფი, რომ თავისი გზა ევლო მეკობრეთ და ოდესმე მასზე ძლიერი გამხდარიყო.
ეს იყო ის პერსონაჟი, რომელმაც ლუფის ჩალის ქუდი მისცა, რაც სიმბოლოა იმისა, რომ ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. ესევე სწორედ ამ გაცლამ მისცა ლუფის შესაძლებლობა, რომ Gomu no Mi ეჯამა. Shanks-ის პირდაპირი კონტრასტი არის პერსონაჟი, რომელიც გადაწყვეტილია დაამხოს 4 იმპერატორი, რათა ახალი სამყაროში თავი დაიმკვიდროს. Eustace Kiddy, რომელიც შურის ძიებასა და დიდებაზეა კონცენტრირებული. ის არის კიდის მეკობრეების კაპიტანი და ერთ-ერთია იმ 12-დან, რომლებიც ყველაზე საშინელ თაობად ითვლებიან. ლუფის 2 წლიანი ვარჯიშის განმავლობაში კიდმა შანკს გამოიწვია და ამ პროცესში მან ხელი დაკარგა, როგორც ეს დეტალურადაა აღწერილი მხოლოდ მანგაში 928 თავში. ამ მოვლენების შემდეგ მან 2 სხვა მეკობრეების დაჯგუფებასთან ალიანსის შექმნას სცადა, იმ იმედით, რომ წითელთმიანების წინააღმდეგ გამოსვლას შეძლებდა. თუმცა ეს გამოწვევა დაიშალა კაიდუს თავდასხმის შემდეგ, რამაც პატიმრობაში აღმოჩენამდე მიიყვანა. მაგრამ დაკარგული ხელი და პატიმრობა საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ კიდი შეეჩერებინათ და მისი შურის ძიების სურვილი მოულოდნელ ადგილას დასრულდა. ეს მოხდა One Piece-ის 1069 თავში, ანიმეს 1112 ეპიზოდში, ელბაფის არკის დროს, როცა კიდი და შანქსი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და დიდი ხნის ნანატრი ბრძოლა უკეთესი ვერ იქნებოდა. 10 წლების განმავლობაში გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ წითელთმიანის მოქმედებაში ნახვას და ეს დრო საბოლოოდ დადგა. ღია ზღვაში მიცურავდნენ წითელთმიანი მეკობრეები და ამშვიდებდნენ კიდის მეკობრეს, განსაკუთრებით ელბაფზე მათ თავდასხმასთან დაკავშირებით. კიდი ბრძოლაში ერთვება, სჯეროდა რომ კიდევ ერთ იმპერატორთან მოუძებდა ბრძოლა, მაგრამ აღმოჩნდა შანქსის ფლოტის გარემოცვაში, რასაც არ ელოდა. წითელთმიანი იმპერატორი უბრძანებს მათ უკან დახევას, მაგრამ სანამ ეკიპაჟები შეძლებენ ადგილის დატოვებას, კიდი იწყებს თავისი გემის ყველა მაგნიტური ობიექტის შეგროვებას და ემზადება დატყევლილი პანკისთვის. კიდის ცნობილი, ძლიერ დამაზიანებელი რეილგანის შეტევა, რომელიც შანქსის მთელ ფლოტს გაანადგურებდა. მაგრამ სანამ შეტევას განახორციელებდა, შანქსმა თავისი მომავლის ხედვის უნარი გამოიყენა და მიხვდა, რას აპირებდა კიდი. მისი განზრახვის შესაჩერებლად იმპერატორი სრულიად მოულოდნელ ნაბიჯს დგამს, ნაბიჯს, რომელიც მთელ ანიმეს საზოგადოებაში დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს. შანქსი იყენებს კამუსარს, ღვთაებრივი განშორების ერთ დარტყმას. შანქსი ჰაერში მიქრის, კიდისკენ მიემართება, ერთი გემიდან მეორეზე გადადის. იმ დროისთვის, როცა მოწინააღმდეგეს უახლოვდება, მისი მახვილი უკვე ამოღებულია. კიდი უძლური რჩება, მისი იარაღი კი შემდეგ განადგურდება, რასაც მოხვება დიდი აფეთქება, რომელიც გემს ანადგურებს. დორისა და ბროგის დახმარებით, ეკიპაჟი დამარცხებული და წყალში დახრჩობის პირას რჩება. ეს ბრძოლა ითვლება ყველაზე სწრაფ ერთმხრივ დასრულებულ დიდ ბრძოლად One Piece-ის ისტორიაში, რადგან შანქსმა სულ რამდენიმე წამში დაამარცხა თავისი მეტოქე და გადაარჩინა წითელთმიანი მეკობრეები. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა გულშემატკივრებმა გმირი საქმეში იხილეს და ასევე პირველად გამოიყენა პერსონაჟმა ეს განსაკუთრებული უნარი, ტექნიკა, რომელიც მანამდე მხოლოდ მეკობრეთა მეფე როჯერს ჰქონდა გამოყენებული. მეშვიდე ნომერი, რომელიც კიდევ ერთ საკვანძო პერსონაჟს წარმოადგენს One Piece-ში, არის ძალიან ცნობილი და ძალიან ძლიერი საზღვაო ოფიცერი. Vice Admiral Monkey D. Garpy, ასევე ცნობილი როგორც მუშტიანი გარპი, Monkey D. დრაგონის მამა და Monkey D. Luffy-ის პაპა მამის მხრიდან. მან დააკვირდა პორტკას და ეისის დაბადებას და ლუფი ჩვილობაში გაზარდა, სანამ ორივეს დადინის ოჯახს ჩააბარებდა. ესის პერსონაჟია, რომელსაც მიიჩნევენ ერთადერთ საზღვაო ოფიცრად, რომელსაც შეუძლია მეკობრეების მეფეს შეეწინააღმდეგოს და მას ასევე აქვს საზღვაო ძალების გმირის ტიტული. გარპი ითვლება ცოცხალ ლეგენდად, ყველა დროის უძლიერეს საზღვაო ოფიცრად და შეუძლია მთელი კონტინენტი თავის დარტყმით გაჰყვეს. რაც ამ პერსონაჟს განსაკუთრებით უნიკალურს ხდის არის ის, რომ მისი ზებუნებრივი ფიზიკური ძალა და სამივე ჰაკის სრულყოფილი ფლობა ეშმაკის ხილისგან არ მოდის. მისი სპეციალობაა შეიარაღებული ჰაკით გაჯერებული მუშტების დარტყმა, რომელსაც შეუძლია მთების განადგურება და მთელი კუნძულების გასწორება, მაგალითად გალაქტიკის. Impact-ი, რომელიც პირველად გამოიყენეს 1114 ეპიზოდში, სრულად ამართლებდა იმ მოლოდინებს, რაც ფანებს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სხვადასხვა ფორუმებზე. ეს იყო სწორედ ამ ეპიზოდში, სახელწოდებით საყვარელი მოწაფისთვის, ვიცე-ადმირალ გარპის მუშტი. როდესაც მან გამოიყენა თავისი გალაქტიკური დარტყმა, ყველაფერი იმისთვის, რომ გადაერჩინა ქობი გმირი, საზღვაო ქვეითთა კაპიტანი, რომელიც სპეციალური დანაყოფი სვორდის წევრია. ქობი იყო ის, ვისაც გარპი წვრთნიდა, რაც მას ვიცე-ადმირალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდიდა. ამ ეპიზოდში ქობი აღმოჩნდება ჰაჩინოსზე, გარშემორტყმული ჯილდოს მაძიებელი მონადირეების წრით, რომლებიც მის მოკვას აპირებენ. თუმცა, როდესაც ისინი სროლას იწყებენ, მათი იარაღებიდან ლითონის ნაცვლად ყვავილები ამოდის. ამით ცეცხლსასროლი იარაღები უსარგებლო ხდება. ჰიბარიმ ვეგა პანკის ერთ-ერთი გამოგონება გამოიყენა, რათა ფხუნილი ყვავილებად გადაექცია, ხოლო კუჭაკომ თავისი უნარები გამოიყენა, რომ ჯილდოზე მონადირეები ხაფანგში გაება.
ამ დროს გარბი თავის შეტევას ამზადებდა და მიუხედავად იმისა, რომ კობი ანტკიცებდა, რომ გადარჩენას არ იმსახურებს, ადმირალი მაინც გადაარჩენს მას. ის მუშტის გამოყენებით თავის გემს ჰაერში აგდებს და მასზე ამხედრებული მიემართება კუნძულზე, სადაც აქამდე არ ნახულ გალაქტიკის დარტყმას ატარებს, რაც ქალაქს ანადგურებს და ჯილდოს მონადირეებს ამარცხებს. მეექვსე ნომერი. კიდევ ერთი დამხმარე პერსონაჟი One Piece-ის სამყაროშია ბორტკას D.A.C. იგივე AC, რომელიც როჯერს სიკვდილის შემდეგ Monkey D. Garps ჩააბარეს. ის გაიზარდა და გახდა ცნობილი როგორც ცეცხლმუშტი AC. ერთ დროს კი სპეიდის მეკობრეების კაპიტანი იყო, სანამ თეთრწვერა მეკობრეებში ჩაირიცხებოდა. ამ პერსონაჟმა შეჭამა მარა ნომი და ლოგია ტიპის ეშმაკის ხილი, რომელიც საშუალებას აძლევს მას შექმნას, აკონტროლოს და მთლიანად ცეცხლად გარდაქმნას თავისი სხეული. მას შეუძლია დიდი რაოდენობით ცეცხლის გამოშვება, რაც მასშტაბურ ზიანს იწვევს. მისი დამწოლი მუშტები მთელი ქალაქების განადგურებასაც კი ახერხებდა. და დამატებით AC ერთ-ერთია იმ რამდენიმე ადამიანიდან One Piece-ის სამყაროში, ვისაც შეუძლია ჰაკის სამივე ტიპის გამოყენება, თუმცა იშვიათად იყენებს მათ ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ მანგაში არ არის აღწერილი შეიარაღებული ჰაკისა და დაკვირვების ჰაკის გამოყენება, იქ ნათქვამია, რომ AC-ის ჰაკი ცეცხლოვანი ბუნებისაა. იმ დონემდე, რომ მხოლოდ მისი ყოფნაც კი საკმარისი იყო კუნძულზე ქარბუქების შესაჩერებლად, როგორც ეს დრამის კუნძულზე მისვლისას გამოჩნდა, სადაც მთელი დღის განმავლობაში თოვლი არ მოსულა. შემქმნელებმა მაყურებლებს გაუადვილეს ამ პერსონაჟთან დაკავშირება და როგორც უმეტესად საყვარელ სერიალებში, რომანებსა და ფილმებში ხდება, მასაც ნაადრევი დასასრული ერგო. მიუხედავად იმისა, რომ მანგაში აღწერილია, AC-ის გარდაცვალება მაინც დიდი ინტერესი გამოიწვია ანიმე სერიალში, რადგან მთელ მსოფლიოში გულები გათქდა. ეს იყო 483 ეპიზოდში, როცა AC აღმოჩნდა გადასარჩენი. ის თვეთ ყავდათ Marineford-ში დასასჯელად, მას შავი წვერის მეკობრეებმა დააგავეს. ვის გადასარჩენად ლუფი Whitebeard-ის მეკობრეებთან ერთად ერთიანდება და ატარებს წარმატებულ მისიას, რომელიც Ace გადაარჩენს, სულ ცოტა ხნით მაინც. Sakazuki, რომელიც ადრე ადმირალ აკაინუს სახელით იყო ცნობილი, მეკობრეების მიმართ ღრმა სიძულვილს გრძნობს და მიაჩნია, რომ აბსოლუტური სამართლიანობა უნდა იყოს დაცული. ლუპი საბოლოოდ ხდება მისი შემდეგი სამიზნე Ace-ის გადარჩენის შემდეგ, ხოლო Ace, რომელსაც ლუპის ნებისმიერ ფასად დაცვა აკვიეტებული აქვს და ამასთან ერთად საკუთარი სიამაყეც, გადათქვეთს დაიცვას თავისი ძმა, რაც ანიმეების მთელ საზოგადოებას შოკში აგდებს. Sakazuki, მსოფლიოს უძლიერესი ფიგურა, ავლენს უნარს, რომელიც AC-ის შესაძლებლობებს არ მხოლოდ უტოლდება, არამედ აღემატება კიდეც. მან შეჭამა მაგუ ნომი, ეშმაკის ხილი, რომელიც საშუალებას აძლევს მას შექმნას, აკონტროლოს და გარდაქმნას თავისი სხეული მაგმად. ამ სცენაში AC აცნობიერებს, რომ მისი ცეცხლის უნარები Sakazukis-თან ვერ შეედრება. ამიტომ ის მომავალი მაგმის მუშტის წინ დგება. მაგმის მუშტი და გადამდნარი ლავის მუჭი პირდაპირ საყვარელი პერსონაჟის გუნგერს ხრეთს. Kadri უახლოვდება AC-ის ვივრა ბარათს, რომელიც მის სიცოცხლესთანაა დაკავშირებული, როგორ იწვის და ქრება. ლუპი შაქში უყურებს, ხოლო დანარჩენი მეკობრეები ამ სანახაობით განრისხებულნი. მარინების ადმირალს მიესევიან. ამასობაში AC თავის ძმის მკლავებში ვარდება და წარსულს იხსენებს, თავისი ცხოვრების მიზანს იხსენებს. მარკო და ვისტა მის დასახმარებლად მიიჩქარიან, მაგრამ ხვდებიან, რომ მისი ორგანოები გამოუსწორებლად დაიცვა. AC ვერ გადარჩება და თავის ბოლო წამებში ლუპის ყველაფრისთვის მადლობას უხდის, დანარჩენებს კი იმისთვის, რომ უყვარდათ. და იმ მომენტში გულები დაიმსხვრა. ნომერ 5. Baroque Works-ის We Say President-ის როლში One Piece-ის 67 ეპიზოდში ჩნდება Nico Robin, რომელიც დებიუტს ახდენს როგორც Miss Alsande, შემდეგ კი ცნობილი ხდება როგორც რევოლუციის შუქი, ან თავისი მეტსახელით ეშმაკის ბავშვი. Robin იყო მე-6 წევრი, რომელიც შეუერთდა ჩალის ქუდების მეკობრეებს, მსახურობდა ჯგუფის არქეოლოგად და ჩალის ქუდების დიდი ფლოტის უფროს ოფიცრად. Henhero Nomis, პარამეცია ტიპის ეშმაკის ხილის მომხმარებელი რობინი, შეუძლია ამოზარდოს მრავალი კიდური, თვალი და ყური ნებისმიერ ზედაპირზე. საინტერესოა, რომ ეს უნარი შეზღუდული არ არის მხოლოდ მის სხეულზე, არამედ ვრცელდება მტრებზე და უსულო საგნებზეც. ეს უნარი აძლევს ამ მნიშვნელოვან პერსონაჟს საშუალებას არა მხოლოდ გააუნძრეოს მტრები, რები, არამედ გახდეს შესანიშნავი ჯაშუში. ის იყენებს თავის უნარებს მოწინააღმდეგეების დასაჭერად, შეზღუდვისა და მათი ძვლების გასატეხად. Robin შეიძლება სრულად გაორმაგოს საკუთარი თავი, რასაც Hana Clones უწოდებენ, და ასევე შეუძლია შექმნას გიგანტური კიდურები, რომლებიც ცნობილია როგორც Manus Gigantisi. მისი ყველაზე ძლიერი ფორმა ეწოდება Demonia Floors. ეს არის მისი უზარმაზარი დემონური ვერსია და ეს უნარები მას ძალიან ეფექტურს ხდის უფრო დიდი მოწინააღმდეგეების ან ჯგუფების წინააღმდეგ. Water 7-ის არკის დროს ჩალისქუდიანი მეკობრეები საფრთხის წინაშე დგანან CP9-ისგან, რომელიც არის მკვლელთა ორგანიზაცია და თანამშრომლობს მსოფლიო მთავრობასთან.
ჩtildeოვანი ორგანიზაცია მეგობრებს Buster Call-ის გამოყენებით დაემუქრა. ეს არის 5 ვიცე-ადმირალის შეტევა, რომელიც უდავოდ დამანგრეველი იქნებოდა. 251 სერიაში Robin Iceberg-თან საუბარს ითხოვს, რითაც ამხელს რომ მზად არის თავი შესწიროს ჩალის ქუდებს. ის ხსნის რომ დანებდება CP9-ს და მათაც კი დაეხმარება რომ მიიღონ უძველესი იარაღის ნახაზები. ეს ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ მის ეკიპაჟს უსაფრთხო წასვლის საშუალებას მისცემენ. იმ აზრის გამყარებას, რომ Robin თავის თავისუფლებას მეგობრებისთვის დათმობს, ამყარებს ის ფაქტი, რომ მთელი სერიის განმავლობაში ჩანს, თითქოს მას სჯერა, რომ სიცოცხლის, ბედნიერებისა და მეგობრობის ღირსი არ არის. მას 8 წლიდან დასდემენ, დემონად მოიხსენიებენ და უმეტესად ის ადამიანები, ვინც მას იცნობდა, უღალატეს. ამიტომაც მასში ჩამოყალიბდა ხრმად გამჯდარი დაბალი თვითშეფასება. თვითდაცირვის შესახებ საუბრები მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ 268 ეპიზოდში Annie-ის ლობის არკის დროს მიაღწევს გებს კულმინაციას. Robin თალგანძირვას ახორციელებს და თავს მსოფლიო მთავრობას აბარებს. ჩალის ქუდიანი მეკობრეები ცდილობენ მისი შეჩერებას, ერთად დგანან და ამტკიცებენ, რომ Robin მათი მეგობარია და მას უკან არ დატოვებენ. და სწორედ აქ გამოავლინა მან თავისი ყველაზე დიდი შიში, რომ ეკიპაჟისთვის თვირთად მიიჩნევდნენ, რადგან მისი დარჩენა იმას ნიშნავდა, რომ ჩალის ქუდებს მთელი მსოფლიო მტრად ეხოლებოდათ. მიუხედავად ამისა, ეკიპაჟის წევრები მაინც ამტკიცებენ, რომ მისთვის იბრძოლებენ. ის აცხადებს, რომ ერთ დღეს მაინც დაემშვიდობება სიცოცხლეს და ეს დრო ახლა უნდა იყოს. მსოფლიო მთავრობა ქვემოთმყოფ ეკიპაჟს აფრთხილებს, რომ მათ წინააღმდეგ უძლურები არიან და ზემოთ თავიანთი ორგანიზაციის სიმბოლოს ამაღლებულ დროშას აფრიალებენ. Sogeking Lupis ბრძანებით დროშას წვავს და საბოლოოდ მათ ომს უცხადებს. შემდეგ სცენა კარგიდან აბსოლუტურ შედევრად გადაიქცა. Robin, როცა ხედავს, რომ მისი მეგობრები მის გვერდით დარჩენას გადაწყვეტენ, თუნდაც ეს სამყაროს წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდეს, ტირილს იწყებს. Lupi მას ეუბნება, რომ თქვას, რომ ცხოვრება უნდა და ეკიპაჟის დანარჩენი წევრები ამის თქმას ამხნევებენ. მოკლე ყოկმანის შემდეგ ის ბოლოს და ბოლოს ხმამაღლა ამბობს თავის სანატრელ სურვილს, ტირილით ყვირის, ცხოვრება მინდა. ეს იყო დრამატული, შედევრის შექმნის მომენტი, რომელმაც ინტერნეტი ააფორიაქა. ნომერი 4. Telly One PC series ცენტრში დგას Gold D. Rogeri, ლეგენდარული მეკობრე, რომელიც იყო Rogeris მეკობრეების კაპიტანი და ერთადერთი, ვისაც ჰქონდა მეკობრეთა მეფის ტიტული. მას ჰქონდა ლეგენდარული არტეფაქტი, რომელმაც სერიას სახელი მისცა. ის ასევე AS-ის ბიოლოგიური მამაა. მიუხედავად იმისა, რომ მას ეშმაკის ხილი არ ჰქონდა, ამ პერსონაჟმა ძალაუფლების მწვერვალს მიაღწია 3 ჰაკის სრულყოფილი ფლობით, შეიარაღების, დაკვირვების და უზენაესი მეფის. მას ეკავა გრანდიოზული მახვილი, სახელად AC და შეეძლო თავისი შეტევები დაემუხტა დამპყრობლის ჰაკით, რის შედეგადაც ქმნიდა შორ მანძილზე მოქმედ გამანადგურებელ შუქურ ტალღებს. მისი ხანგრძლივი და ლეგენდარული მეტოქე იყო Whitebeard. მეტოქეები, რომლებიც მტრებად არ ითვლებოდნენ, ერთმანეთის მიმართ ღრმა პატივისცემას ავლენდნენ. მათი ბრძოლები ყველაზე მეტად იმ სურვილით არის მოტივირებული, რომ ერთადერთ თანასწორთან შეეჯიბრონ, ერთმანეთს ძალა შეადარონ, რაც ხშირად ეკიპაჟებს შორის დაპირისპირებას იწვევს. თეთრწვერა, ასევე ცნობილი როგორც Edward Newgate, ლეგენდარული მეკობრე და თეთრწვერას მეკობრეების კაპიტანია. ის ითვლება მსოფლიოში ყველაზე ძლიერ კაცად და ადამიანად, რომელიც Rogeris სიკვდილის შემდეგ ყველაზე ახლოს იყო One Piece-თან. თავისი მეტოქისგან განსხვავებით, Whitebeard-მა ჭამა ეშმაკის ხილი, გოროგორონომი, რაც საშუალებას აძლევდა მას შეექმნა დარტმითი ტალღები და მიწისძვრები. ეს ძალა პარამეციის კლასში ყველაზე ძლიერ ეშმაკის ხილად ითვლება. Sengoku's თქმით, Whitebeard-ს აქვს ძალა, რომ გაანადგუროს მსოფლიო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი პერსონაჟი ცნობილია როგორც მთავარი მეტოქეები, მაყურებელს არასდროს უნახავს, როგორ იბრძვიან ისინი ერთმანეთთან. ყოველ შემთხვევაში, მანამ სანამ არ გამოვიდა 965 სერია სახელწოდებით ხმლების გადაკვეთა Rogeri და Whitebeard-ი, ეს გაგრძელდა 966 სერიაში. ბრძოლა ხდება ვანუს კვეკლის არკის დროს, ოდენის ფლეშბექში და გრძელდება 3 დღემდე, უკიდურესად დაძაბული სკამის კიდეზე დამსმელი მომენტი, რომელმაც მაყურებლები ონლაინ ფორუმებზე საუბარს ვერ გააწყვეტინა. ეს სცენა აღწერილია როგორც დამოუკიდებელი შედევრი, რომელიც იწყება ოდენის ფლეშბექით, როცა ის და Whitebeard-ის მეკობრეები კუნძულზე ჩამოდიან და ხედავენ, რომ Rogeris მეკობრეები მას წარცვავენ. ოდენი, რომელიც ძლიერ მოწინააღმდეგესთან ბრძოლით აღფრთოვანებულია, გადაწყვეტს Rogeris-თან დაპირისპირებას. სანამ მას მეკობრეთა მეფესგან შეხების შანსი მიეცემოდა, Rogeris ძლიერმა დარტმამ ოდენი დაამარცხა. ოდენის დამარცხების შემდეგ თეთრწვერა ერთვება ბრძოლაში, რაც ანიმეში პირველად აღნიშნავს ამ მეტოქეების ვიზუალურ დაპირისპირებას. კონფლიქტის შემდეგ ეპიზოდშიც გრძელდება, სადაც ორივე მხარე აშკარად მოუთმელად ელოდება ერთმანეთის ნახვას. შეტაკება იწყება და მოწინააღმდეგეთა ეკიპაჟებიც ერთმანეთს ებრძვიან.
მომდევნო 3 დღის განმავლობაში კონფლიქტი გრძელდება. მოწინააღმდეგეები ინდივიდუალურად ძლიერები არიან, რის გამოც დიდი ენერგია გარემოს ანადგურებს. კუნძული მიწისძვრებსა და დამანგრევალ აფეთქებებს განიცდის ორივე მხრიდან. მიწა იბზარება, ქვები ჰაერში თივდივებენ და ხეები ფესვებიანად ამოძირკულია ამ მეტად მოსალოდნელ ბრძოლაში. ყველაფერს აერთიანებს ის ფაქტი, რომ ვერც ერთი მოწინააღმდეგე ვერ ახერხებს მეორეს შეხებას. მათი ძალები იმდენად ძლიერია, რომ არც ერთ არ აძლევს საშუალებას ერთმანეთს მიუახლოვდნენ. მესამე დღეს ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა, რადგან ვერც როჯერიმ, ვერც Whitebird-მა ვერ შეძლეს ერთმანეთის დამარცხება. ბრძოლა დასრულდა, ხოლო მეოთხე დღეს მეტოქე ეკიპაჟებს შორის საჩუქრების გაცვლა შედგა. ეს მოვლენა დიდი კულტურული მომენტი იყო One Piece-ის საზოგადოებისთვის, რომლებმაც ის ისტორიულ და გრანდიოზულ მოვლენად შეაფასეს. Number 7. Monkey D. Luffy-სა და Portgas de Ace-ის პერსონაჟის განვითარებისა და წარსულის ნაწილია Sabo, მათი არისტოკრატული წარმოშობის ძმა. Sabo, რომელიც თავს დაჩაგრულად და ჩახშობილად გრძნობდა მშობლების სტატუსის გამო, სახლიდან გაიქცა და Luffy-სა და Ace შეუერთდა, როცა მხოლოდ 10 წლის იყო. 662 ეპიზოდის განმავლობაში ანიმე One Piece-ში ეს პერსონაჟი მხოლოდ Luffy-ის მოგონებებში არსებობს, რადგან სულ რამდენიმე თვეში მას შემდეგ რაც მაწანწალად ცხოვრება დაიწყო, Sabo თითქოს დაიღუპება. როდესაც მიხვდა, რომ მშობლები შეიძლება დაეწიონ, პერსონაჟმა გაქცევა სცადა. მან გემზე ავიდა და იქაურობას გასწურა, მაგრამ მისი ხომალდი გაანადგურა ციური დრაკონმა, რომელსაც მსოფლიო არისტოკრატი წმინდა ჯალმაკი ეწოდება, რომელმაც გემი უსიამოვნო სანახაობად ჩათვალა. მისი დანგრეული ქუდი და პირადი ნივთები მოგვიანებით იპოვეს და Sabo გარდაცვლილად მიიჩნიეს. მაგრამ როგორც ყველა სერიალში ან ფილმში, თუ პერსონაჟის სხეული არ ჩნდება, ისინი იშვიათად არიან ნამდვილად გამქრალნი. ეს არის სიმართლე, რომელსაც One Piece-ის საზოგადოება შეხვდა 633 ეპიზოდში Ace-ის დაღუპვის შემდეგ. ეს იყო Dressrosas არქში, სადაც მოხდა ის, რასაც One Piece-ის ისტორიაში საუკეთესო გამოვლენას უწოდებენ. ადრეულ ეპიზოდში Ace-ის დაღუპვის შემდეგ Luffy გადაწყვეტს მოიპოვოს Mera Nomi, ეშმაკის ხილი, რომელიც მის გარდაცვლილ ძმას ეკუთვნოდა. მის მოსაგებად მას მოუწევს მონაწილეობა მიიღოს ტურნირში, რომელიც კორიდორის კოლიზეუმში ტარდება, ეუმში ტარდება. Luffy მალავს თავის ვინაობას და სახელად Lucy-ის სახელით გამოდის, მაგრამ ეს შენიღბვა მაშინვე ქრება, როგორც კი ნაცნობი სახე გამოჩნდება. ეს სახე Sabos ეკუთვნოდა, რომელიც კოლიზიუმში Mera Nomi-ის დასაცავად მოვიდა. Sabo თავის ვინაობას უმხელს თავის ძმას, რაც ემოციების კასკადს იწვევს. მისი მოულოდნელი გაუთვალისწინებელი გამოჩენა მაყურებელს გაოცებულს ტოვებს, მაგრამ არა იმდენად როგორც მაშინ, როცა ვიგებთ როგორ გადაურჩა ციური დრაკონის თავდასხმას და სად იყო ამ ხნის განმავლობაში. Sabo ხსნის, რომ Monkey D. დრაგონმა, Luffy-ის მამამ და რევოლუციური არმიის ლიდერმა გადაარჩინა იგი განადგურებული ხომალდიდან. მაგრამ Sabo მძიმედ დაშავდა და გონება დაკარგა. როცა საბოლოოდ გამოფხიზლდა, აღმოჩნდა, რომ მისი მოგონებები დაკარგული იყო. დაივიწყა, რომ მას ფიცით შეკრული ოჯახი ჰყავდა, პერსონაჟმა თავისი ცხოვრება არმიას მიუძღვნა. გახდა შტაბის უფროსი და მთელ ორგანიზაციაში უმაღლესი სარდალ დრაგონის შემდეგ მეორე ნომრად აღიარეს. ამ სცენაშიც მაყურებელი იგებდა, რომ ის დავიწყებული მოგონებები დაბრუნდა. 10 წლის შემდეგ კვლავ გააქტიურდა, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ მისი ძმა ცოცხალი აღარ იყო. დაუჯერებელ მომენტში Sabo იღებს Ace-ის Mera Nomi-ს, თავის ძმის მემკვიდრეობას აგრძელებს, როცა ეშმაკის ხილს ჭამს და ხდება ცეცხლის იმპერატორი Sabo. ნომერი 2. იმის ცენტრში, რასაც ინტერნეტი Luffy-ის ყველაზე საკამათო გამარჯვებად მიიჩნევს One Piece-ში, დგას Charlotte Katakuri, დაიფუკუსა და Owin-ის სამეულიდან უფროსი ძმა. Katakuri Beg მამის მეკობრეების 3 სუიტის მეთაურის ნაწილია, ასევე დადოს კუნძულის ყვავილების მინისტრიც. ეს Whole Cake Island-ის არქის მთავარი ანტაგონისტის შემდეგ მეორე ანტაგონისტია. Katakurim შეჭამა Moki Nomi, ეშმაკის ხილი, რომელიც აძლევს მას შესაძლებლობას შექმნას, აკონტროლოს და გარდაქმნას თავისი სხეული მოკად. მისი მოკი სქელია და წებოვანი, რაც საშუალებას აძლევს მას ყველაზე ძლიერი მტრები გააბას. ეს შესაძლებლობები ძირითადად გამოიყენება ხელჩართულ ბრძოლაში, რაც პერსონაჟს აძლევს საშუალებას მოკის უამრავი წანაზარდი გამოაჩინოს, რომლებიც მუშტებისა და ფეხების ფუნქციას ასრულებენ. ამ წანაზარდებს ასევე შეიძლება მიეცეს შეიარაღების ჰაკი, რაც ძლიერ მუშტებსა და შთამბეჭდავ წიხლებს უზრუნველყოფს. მისი ძალა აღწერილია როგორც გამანადგურებელი, რაც მას აძლევს საშუალებას აიცილოს ჰაკით გაძლიერებული შეტევები, რაც Katakuris განსაკუთრებით საშიშს ხდის. ამ არქის დროს ჩალის ქუდების მეკობრეები Big Mama-ს რისხვას შეეჯახნენ და Whole Cake Island-ზე აღმოჩნდნენ გაჭედილები, მას შემდეგ რაც მისი ჩაის წვეულება დაარღვიეს. მეკობრეები გაქცევას გეგმავენ, მაგრამ გეგმა ჩაიშლება, როდესაც Big Mama-ს მეკობრეები ცდილობენ მათი შეჩერებას.
მაგრამ ლუფი ხედავს შესაძლებლობას, რომელიც მის ეკიპაჟს უსაფრთხოდ გაქცევის საშუალებას მისცემს. 852 ეპიზოდში ლუფი საკუთარ თავს და კატაკურის სარკის სამყაროში ჩაითრევს, იმედით რომ შეაჩეროს, რომ გაქცევას ხელი არ შეუშალოს და საბოლოოდ აიძულებს ერთ-ერთზე ბრძოლას, რომელმაც კიდევ ერთხელ დაძაბა მაყურებლები. კატაკური ლუფის Big Mom-ზე თირდაპირ საფრთხედ ავიქვამს და ცდილობს მისი მმართველობა მაშინვე დაასრულოს. ეპიზოდში შესაფერისად ქვია რთული ბრძოლა იწყება, ლუფი versus კატაკური. ბრძოლა სწრაფად იწყება და ორივე მხარე ცდილობს უპირატესობის მოპოვებას. კატაკური იხენებს თავის წინასწარმეტყველების უნარს, რათა განსაზღვროს, რომელი ძალას გამოიყენებს შემდეგ ლუფი, რასაც ის თავის დიდ მოკის მუშტით აჩერებს. მისი გიგანტური მუშტი კედელს ურტყამს, რის შედეგადაც ლუფი ძირს ვარდება. ის სწრაფად აღდგება და აქტივირებს Grizzly Magnus. კატაკური კიდევ ერთხელ უშვებს ორ დიდ მუშტს და მარტივად ახშობს ლუფის. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ჩალის ქუდების მეკობრეები დიდმა მოჩის ფეხმა მიწაში ჩაძირა. კატაკური აცხადებს, რომ თავის მოწინააღმდეგის მომავალში გამარჯვებას ვერ ხედავს. ეს ძალიან დაძაბული განცხადებაა. მოწინააღმდეგეებს შორის ბრძოლას პარასპარო წყვეტს, რომელიც კატაკურის ურეკავს, რათა აცნობს, რომ ჩალის ქუდები გაიქცნენ და ეკითხება, როგორ წარიმართა ბრძოლა ლუფისთან. და სწორედ ამ დროს მეკობრე გონც მოდის და თავის მოწინააღმდეგეს თავს ესხმის ილეთით, Elephant Gatling-ი. კატაკური თავს არიდებს ამ ილეთს და საპასუხოდ დარტმას აყენებს. შემდეგ მას რამდენჯერმე ძლიერად ურტყამენ დიდი მოჩის მუშტებით. მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში, რაც შემდეგ ეპიზოდშიც გრძელდება, ბრძოლა იგივე დაუღალავი ნიმუშით მიმდინარეობს 855 ეპიზოდამდე. ამ დროისთვის კატაკური დაღლილი იყო და ბრძოლის განმავლობაში პირველად ლუფის დარტყმის შემდეგ დაეცა. მაგრამ ეს დიდხანს არ აჩერებს მას. კატაკური ჭtildeებში მდგომ ზარეულებს უყურებს, რომლებიც საჭმლის ეტლებით ელოდებიან. ის გაღიზიანებულია, რადგან ლუფის შეუპოვრობა მისი მერენდა დააგვიანა. შემდეგ ის ასრულებს ბრძოლას და პატივს მიაგებს თავის მოწინააღმდეგეს იმისთვის, რომ არ დანებდა. ბრძოლა მთავრდება იმით, რომ ლუფი მოკის დამახჩობელი რაოდენობის ქვეშ ექცევა. შემდეგ სერიაში ლუფი თავისუფლდება მოკის ციხიდან და თავის მეტოქეს ესხმის თავს. იღენებს დაკვირვების აკის მის დარტყმებს, რომ აცილებს და ქბაში ურტყამს. ლუფი აქტიურებს ახლად შესწავლულ Gear Oaths, რაც საშუალებას აძლევს უპირატესობა მოიპოვოს. მძიმე ბრძოლა გრძელდება 861 სერიამდე, რაც მაყურებელს აინტერესებს, ვინ გამოვა გამარჯვებული. ბოლო შეტაკებაში ორივე მებრძოლი ძალა გამოცლილია, თუმცა ლუფი მაინც ახერხებს ადგომას კატაკურის დაცემის შემდეგ, რითაც დიდ პატივისცემას იმსახურებს. გონების დაკარგვამდე კატაკური ლუფის ეკითხება, დაბრუნდება თუ არა Big Mom-ის დასამარცხებლად და დებითი პასუხის მიღების შემდეგ შვებით იღიმის. ნომერ 1. ჩალის ქუდა მეკობრეების ნავიგატორად მსახურობს Cat Burglar Nami, რომელიც ნოჯიკის ნაშვილებიდა. ორივე მათგანი ობოლია. ის ასევე ასრულებს ჩალის ქუდების დიდი ფლოტის უფროსი ოფიცრის როლს და ეკიპაჟის მესამე წევრია, რომელიც Orange Town-ის არკის დროს შეუერთდა. საინტერესოა, რომ ის ჩალის ქუდების ეკიპაჟის ერთ-ერთი იმ იშვიათი წევრია, ვინც ეშმაკის ხილს არ იხენებს. ამის ნაცვლად ის ეკრნობა საკუთარ ინტელექტს, ნავიგაციის უნარებს და სპეციალურ იარაღს, კლიმატ ტაქტს, რომელიც საშუალებას აძლევს მას ამინდის კონტროლს ჯოხისა და გონიერი ღრუბელი ზეუსის დახმარებით. One Piece-ში უამრავი მომენტია, რომელმაც მაყურებელი ნამით აღაფრთოვანა, მაგრამ არც ერთი არ აღემატება მის ქმედებებს Wano's Cradle-ის არქის ეპიზოდში 1008 სახელწოდებით, ნამის დანებება, ულტის მძაფრი თავით დარტყმა. ამ ეპიზოდში მარკო იბრძვის Big Mom-თან, ხოლო Apis მისდევენ Straw-Hat-ების Zoro და Drake-ი, რომლებიც ცდილობენ მისგან ანტისხეულების ნიმუში მიიღონ. ჩოპრი ინფიცირდება Ice-On-ის ვირუსით, ხოლო Brooks, რომელსაც არც კანი აქვს და არც სისხლი, მისი კბენა არ აზიანებს. სანამ Straw-Hat-ების უმეტესობა ყურადღებას კარგავს, ნამი და უსოპი გარბიან ულტისა და Page ერთისგან, რომლებიც შურისძიებას ცდილობენ მას შემდეგ, რაც ამ ორ Straw-Hats მათზე ადრე შეუტევიათ. დაძაბული დევნა წვდება აბანოში, სადაც ნამი კუთხეში მოაქციეს. ულტი მას აჯობებს და ძლიერად ურტყამს თავით, რის შედეგადაც ნამი ძირს ვარდება. უსოპი წინ გადადის რომ ჩაერიოს, მაგრამ ულტი და Page ერთი-ორივე მას ამარცხებენ. სხვა არჩევანი აღარ დარჩა. ნამი გადაწყვეტს დაანებდეს, რაც ქაოსს იწვევს One Piece-ის საზოგადოებაში. მაგრამ რისვა შოკად და საშინელებად იქცევა, როცა პერსონაჟს მოულოდნელ ულტიმატუმს უყენებენ, რაზეც ის მოულოდნელად პასუხობს. ოლტმს თავაზობს, რომ თუ ნამი არ აღიარებს, რომ კაიდო იქნება მეკობრეთა მეფე ლუფის ნაცვლად, მას სიკვდილით დასჯიან. ნამის ქვეცნობიერი წარსულში ბრუნდება. იმ დროს, როცა პირველად შეხვდა ლუფის, რომელმაც არლონგის წინააღმდეგ დაიცვა იგი.
მან ასევე გაათავისუფლა მისი სოფელი. ნამი იხსენებს სიყვარულს, რომელსაც თავის ეკიპაჟთან ერთად იზიარებს და საბოლოო მსხვერპლზე მივერპლზე მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეშინებულია, ის ამტკიცებს, რომ სიცოცხლის გადასარჩენად არ იცრუებს და ულტის განუცხადებს, რომ ლუფი აუცილებლად გახდება მეკობრეთა მეფე. შემოთავაზებულმა მსხვერპლმა დიდი მოძრაობა გამოიწვია One Piece-ის განხილვის ფორუმებზე. მაყურებლებს არ შეეძლო დაეჯერებინათ, რაც ხდებოდა. და ეხლა საყვარელი პერსონაჟი საფრთხის წინაშე იდგა, სამუდამოდ გამქრალიყო სერიიდან და მხოლოდ ფლეშბეკებში დარჩენილიყო. საბედნიეროდ ეს არ ხდება, რადგან სწორედ ბოლო წამს თამა და მისი ლომძაღლღორის ჰიბრიდი კომაჩიო ჩნდებიან. კომაჩიო ულტის თავს გბენს და ნამი თავისუფლდება. დიდი მადლობა რომ უყურეთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად დააცეკით ლაიკის ღილაკს. ესევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააწვეთ ზარის ღილაკს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 უცნობი და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.